ახსენოთ, რომ ის რატო ახლა ამას ჩვენ რომ ყველა ხოლმე იმ კომისიას ის იმან შეიძლება თველებით იმუშაოს იმდენი ხალხია. თქვენ ძალიან მოკლედ თქვენი ისტორიაც რომ გაიხსენოთ. მე როგორც ისტორიკოსი ვეტყვი ისეთი რა საქართველოში ცხოვრი აზერბაიჯანელებს სურს ახლა გვაქვს სურვილი რომ ან ვიცხოვროთ დავით აღმაშენებლის დროს სიტუაციაზე ან ვიცხოვროთ როგორ ქართველები ცხოვრობენ თურქეთში და ხო იცით ერდოღანი თვითონ არის ქართველი ხო და იქ 20-ზე მეტი ქართული ტელევიზიები მილიარდერები და კარგად ცხოვრობენ როგორც ძმები ხო და 1000 წელია არცერ არ იყო იქ თურქეთში ქართული თურქული დაპირისპირება ან რაღაცა და მე ხშირად დავდივარ მეგობრებთან ლაზებთან ქართველებთან აქაური ვინც არის წარმოშობით და ძალიან კარგად ცხოვრობენ ტოლერანტული ხო და ასე გვიდა ჩვენ კარგად იცით რამდენიმეჯერ მიგმართეთ ჩვენ აშალოვის ნუგზარ აშალოვის ოჯახის ფაქტიკურად ქვემო კაცი პროკურატურა შექმნა იმას გენოციდი იმ ოჯახს რა ათასობით ისეთი განცხადებებია ვადმოგოჩა ძალიან ბევრი უხეშად ის არის რა ირკვევა უფლებები აზერბაიჯანელების ასე ვთქვათ და ისინი არიციან ვის მიგმართონ ადრე ხო იყო ის ბატონისად გამსახურდა დროს იყო შევარნაძეს დროს იყო ისეთ შექმნილი სიტუაცია ხალხმა იცოდა ვისთან უნდა მივიდეს ვის უნდა მიმართოს და დაიხმაროს დღეს ჩვენ არა გვაქვს ასეთი მე ფიქრობ რომ დღეს ძალიან კარგი ახალგაზრდა ნიჭიერი ისა პრემიერ-მინისტრია ჩვენი მე ფიქრობ რომ ბატონ პრემიერ-მინისტრის გვერდში ვინმე უნდა იყოს მაგალითად აზერბაიჯანელი რომელიც იცის კარგად საქართველოს რელიგიის საკითხები თემები რო წინადადების სახით პროექტები ამზადოს მიაწოდოს რომ როგორ უნდა განვითარდეს ეს ყველაფერი ინტეგრაციის საკითხები და სხვები მე ფიქრობ რომ პრეზიდენტის აპარატშიც უნდა იყოს აზერბაიჯანელი ვინმე ახალგაზრდები მე ფიქრობ რომ ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე მინიმუმ უნდა იყოს აზერბაიჯანელი იგივე კახეთში იმ შემთხვევაში თუ იქნება რამდენიმე ხალხი ის წარმოადგენლები თავრობის ხო მაშინ ოღონდ პროფესიონალიზმი დღევანდელი ეხლა არ მინდა თქვა და დღევანდელი წარმომადგენლები ხო გდებათ დეპუტატები ეშინიან ხალხთან მისვლა სოფლებში ეშინიან მისვლა ეს ერთი მეორე მისი ინტელექტის დონე მისი ხალხის ცოდნა ასე ურთიერთობა რა ბევრი რამე უშლის და ჩვენ გვინდა ისეთი ხალხი იყოს რომ უყვარდეს თავის სამშობლოს საქართველოს უყვარდეს თავისი ხალხი ხო და კონდეს სურვილი ინტეგრაციის და ყველაფრის და იქთოს აქტიური თორემ არჩეული ისეთ ხალხი ვინ ჩუმად არის და ვინ უბრალოდ ქართული სკოლას დამთავრებული და ამითი აერჩიონ არა ეს არ არის საგმარისი რომ კაცი იცის ქართული ენა ეს არ არის საკმარისი ქართული ენის ცოდნის კარდა იმან ის უნდა იყოს პატრიოტი თავის სამშობლოს ეს უნდა იყოს თავის ხალხის პატრიოტი ასე ვთქვათ და ხო იცით დმანისში იყო 2 წლის წინ დაპირისპირება ის პატარა ხო და ერთად რომ მივედით მე და თქვენ ბოლნისში რა ის უბედური შემთხვევა რომ მოხდა არავინ არ მოვიდა ხო ნახეთ არც გუბერნიიდან არც დეპუტატები შეეშინდნენ ხალხთან ვერ მოვიდნენ მე და თქვენ მივედით იქ გავაჩერეთ ხალხი ყველაფერი რომ არ მოხდეს ზედმეტი რაღაცები ქცევები ხო მე მის თქმა მინდა რომ კიდე ვამბობ თავრობას რომ აიღეთ სამსახურში აი ახალგაზრდები აიღეთ ძალიან საზღვარგარეთ ცხოვრობენ აქაურები წარმოშობით მილიარდერები მილიონერები ფაბრიკის ქარხნების პატრონები ხო მე როცა ვიღავ გარდაბნის პრეფექტის მოადგილე ბატონზეად გამსახურდა წარმომადგენელი იყო ომი აფხაზეთში მე წავედი ბაქოში იქიდან ეშალონობით საზღვარი ჩამოიტანე იმით დახმარების სახით 5 ვაგონი იმას ფხნილი ჩამოიტანე პოლიეთილენი ჩამოიტანე დღევანდელი ფასის ზარა 50 მილიონი $. ხო და ჩვენ უნდა მივიდეთ თურქეთში აზერბაიჯანში თურქეთში ძალიან ბევრი ლაზებია ქართველებია იმათთან მეგობრობთ ჩვენ ბაქოში არიან უკრაინაში არიან რუსეთში ყველგან უნდა მივიდეთ დავილაპაროთ მოიყვანოთ ფილიალები გახსნათ მისი ფაბრიკების ისინი შექმნათ ახალი სამუშაო ადგილები ძალიან ბევრი მილიონერს გუშინ წინ საუბრობდით ხო და ჩვენმა მეგობრებმა თქვა რომ ძალიან ლამაზი მეჩეთია იმის ფულით აშენებულია იმან იქ შეუძლია საწარმოც გააკეთოს კაცო მეჩეთში რატო ახლა იქიდან ისეთ როგორ არის ისინი რო ამბობენ რომ რა დახმარება არის საჭირო უცბად ჩვენ ამბობენ მეჩეთის აშენება რა თქმა უნდა მე ფონჭარაში 5 მეჩეთია
არც ერთ სამუშაო ადგილი არ არის, სპორტ კომპლექსი არ არის, ახალგაზრდული არაფერი არ არის და ხვალ და ზეგ მე პირადად რო ვამბობ ახალგაზრდებს, რატომ მიდიხართ ამ გზით და ნარკომანთან, აუგოთ სამუშაო ადგილი არ არის, ახალგაზრდული კომპლექსი არ არის, სპორტული კომპლექსი არ არის, დაჟდომის ადგილი არ არის, არაფერი არ არის. ხო და ის რომ გაგეთეს ხო ჩვენ უნდა დავიხმაროთ ჩვენ სახელმწიფოს მე კი არ ვამბობ რომ ისინი მილიარდები დაიხარჯონ სურვილი ქონდეს რომ დაიხმარო გვეში დადგენ თუ 10 ლარი დაიხმარებს სახელმწიფო ხო ჩვენ გავაკეთოთ 1000 ლარი დაიხმარებს სხვები ჩვენ ხალხი პონჯალელები ძამბები ცხოვრობენ და უცხოეთში იგი და მარნიოლელები და მილიარდერები ვაგი მამიშებიდან დაწყებული ძალიან კარგი პატრიოტია და ძამბები ხალხია ვის შეიძლება დაიხმაროს უბრალოდ უნდა იყოს ისეთ თავრობაში ისეთ ხალხი, გუბერნიებში ისეთ ხალხი, ხო, უთხრას მოვიდეთ პრემიერ-მინისტრთან, რომ ჩვენ შეიძლება 10 მილიონი, 20 მილიონის ინვესტიციის ჩამოტანა საქართველოში. ხო, სწორი კონტაქტებია საჭირო, სწორი ორიენტაცია ამ პროცესში. აქედან ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე, რომ რეგიონებში უნდა იყოს ისეთი ტიპის პროგრამები გაკეთებული აი ჭკვიან სპეციალიზაციაზე ვლაპარაკობ აი ამ პრინციპზე ქვემოდან ზემოთ რომ მომზადდეს ამ სოფელს აქვს პერსპექტივა თქვათ აწარმოოს ეს კულტურა და ამას ჭირდება ძალიან ასე თქვათ რამოდენიმე საფეხურიანი ის პირველადი წარმოება შენახვა გადამუშავება ასე შემდეგ და ამ სიტუაციაში როცა შენ გაქვს შესაძლებლობა რომ სწორი ეკონომიკური გათვლებით მოამზადო ეს ბიზნეს პროექტი ხო შეიძლება რასაც ახლა თქვენ ამბობთ გამოჩნდნენ ადამიანები რომლებიც ამაში ფულს ჩადებენ და გაითვალისწინებენ იქ ცხოვრები ადამიანების ინტერესსაც და გაითვალისწინებენ ასე ვთქვათ იმ პროდუქტის წარმოების მომავალ პერსპექტივას და შესაძლებლობას მოკლედ სამუშაო ძალიან ბევრია ძალიან დიდი შესაძლებლობა დღეს ხო გეუბნებით აი იმ ფორუმზე ახლა რეალურად გამოჩნდა კიდევ ერთხელ რამდენად დიდია ასე თქვათ საქართველოში რესურსული შესაძლებლობები, ადამიანური შესაძლებლობები, ჩვენი გეოგრაფიული შესაძლებლობები და ჩვენ ამას სათანადოდ ვერ ვიყენებთ. კარგია რომ თქვენ მიმართეთ ამ ნაწილში პრემიერ-მინისტრს და მნიშვნელოვანია რომ თქვათ აი ყველა ჩაერთოს ამ პროცესში. მნიშვნელოვანია რომ გავარკვიოთ ერთხელ და სამუდამოდ რომ ის ეკონომიკური ლიბერალური პარადიგმა, რომელსაც ჩვენ მივყვებით, კვლავ ინერციით ნელ-ნელა საჭიროებს თქვათ ალტერნატიული განვითარების სცენარების შემოტანას ამ პროცესში. მე არ ვიძახი რომ მთლიანად ჩვენ გავიღვიძებთ და თავდაყირა გავატრიალებთ ამ სულ ყველაფერს, მაგრამ ის შესაძლებლობები, ის სიღრმეები ის ანგარიში, ანალიზი, სწორი ესე თქვათ ხედვების ჩამოყალიბება, მოძებნა იმ პროდუქტების, რომელსაც შეიძლება მომავალში თქვათ კონდეს კონკურენტული შესაძლებლობა, სადღაც შეიძლება იყოს სოციალური პროექტები, სადღაც აუცილებლად უნდა გამოჩნდეს კომერციული მომენტები, აი ეს ყველაფერი რეგიონებში სამუშაოა. ბატონ ფაზილს დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საერთოდ ბოლოს მინდა მიგმართო თქვენი კიდე საშუალებით მე მინდა მიგმართო პრემიერ-მინისტრ კიდე თავრობას აგე ფონიჭალა ერთი სოფელში ევროპის ჩემპიონებია ბოქსში იგივე სოფლიო პრიზორები არიან რომელიც მეორე მესამე ადგილი მიიღეს რამდენიმე 5-მდე ან 7-მდე ჩვენ საქართველოს ჩემპიონებია ჩვენთან არც ერთი სოფელში ისეთი სპორტსმენები არ არიან იმის მაგალითად მინდა თქვა რომ თუ გახსოვთ ბერნეთში რო იყო სოფიო ჩემპიონატი ოლიმპიადა ხო იქ საქართველოს მიიღო ერთი медаლი ზიადაური მისი ბიტაშვილი ჭარჯი ზიადაური ბერნეთის სახელით მიიღო ოქრო медаლი და ბაქოში დმანისელი მიიღო ერთი ოქრო медаლი ფარიდ მანსუროვი დმანისში დაბადებული კი აქაური წარმოშობით ხო და ისი თქმა მინდა დღეს ჩვენი სპორტსმენები მიდიან საქართველოსთან მოდიან თურქეთიდან აზერბაიჯანიდან ირჩევენ ჩვენ კაი ბავშვები ფეხბურთელები ისინი ვინავრები მიდიან უცხოეთში მოდი დამიხმაროთ ერთი ფონიჯალაში ვაშენოთ ლამაზი სპორტული ახალგაზრდული კომპლექსი ხო მე გეუბნები რომ ძალიან პერია ბავშვები დაიწყებან დაგავებული იქნებიან სპორტით და არც ნარკომანი იქნება არც სხვა რაღაცა და ისინი იმსახურონ საქართველოს თავის სამშობლოს ინტერესებზე დიდი მადლობა. კი ბატონო, დიდი მადლობა. მომავალ შეხვედრამდე.